მმართველი გუნდი საჭოდ განიხილავს ევროკავშირის და ამერიკის საელჩოებში შეხვედრებს. ერთ შემთხვევაში სტუმარი ნაციონალური მოძრაობა იყო, შტატების წარმომადგენლობამ კი სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა. გავრცელებული ინფორმაციით შესახებ რა სტატუსით ან მიზნით იმყოფებოდა ზურაბიშვილი დიპლომატიურ უწყებაში, ამის შესახებ საელჩოსაგან პასუხს ამ დრომდე ვერ იცხვას, არავის განუმარტავს. საუბრის შინაარსი მაგალითად ევროკავშირის საელჩოში თინა ბოკუჩავა მის კი დაადასტურა, რომ პაվել ჰერჩინსკისთან დისკუსია შიდა პოლიტიკას მიეძღვნა. რა როლს ასრულებენ უცხოელი დიპლომატები ოპოზიციის რადიკალურ გეგმებში? მმართველი გუნდი განმარტებებს ელის. მეგინ არცავიძე ამბობთ. რიგით რადიკალად ქცეული სალომე ზურაბიშვილი ამერიკის საელჩოში. შეხვედრის დეტალები უცნობია. რა თემაზე ისაუბრა საელჩოში მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტმა და რა მიზანს ემსახურებოდა მისი მისვლა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. ამ საკითხზე ორივე მხარე დუმს. სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური დღის წესრიგი და მისი მხრიდან დესტრუქციული პროცესების წახალისება კითხვებს უჩენს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს. ამბობენ, რომ უნდა გაკეთდეს განმარტება, ხომ არ იყოს შეხვედრის თემა მაგალითად 26 მაისის პროცესების რადიკალიზაცია. მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური პროგრამების დირექტორი გამოდის და ღიად ამბობს, რომ დღევანდელი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების არის მოძალადე, არის დამნაშავე. ამ ინსტიტუტის სტიპენდიანტი არის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. ჩვენ არ ვიცით რა საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გააკეთებს რელევანტურ განცხადებას ამასთან დაკავშირებით. ბოლო თვეების განმავლობაში მთელი საქართველო უსმენს საგამოძიებო კომისიაზე იმ საშინელებებს, რასაც ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა საქართველოს მოქალაქეების მიმართ. და ყველა ელჩმა იცოდა ყველაფერი. არავინ საჯარო განცხადებას არ აკეთებდა, თუმცა ღიად ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში. დღეს სამწუხაროდ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა კიდევ ცდილობენ, ოღონდ უკვე სხვა მიმართულებიც ცდილობენ ჰეროიზაცია მოახდინონ სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობის 26 მაისის წინ, როცა ოპოზიციას გამოცხადებული აქვს, რომ ალტერნატიული აქციები უნდა მოაწყოს. მინიმუმ განმარტება უნდა მოვისმინოთ ამერიკის საელჩოსგან, რაც შეეხებოდა ეს შეხვედრა. ამერიკის საელჩოში ზურაბიშვილის ყოფნის პარალელურად რადიკალების სხვა ჯგუფი ევროკავშირის წარმომადგენლობაში იმყოფებოდა. შეხვედრიდან გამოსულმა თინა ბოკუჩავამ პაվել ჰერჩინსკისთან საუბრის დეტალებზე ყურადღება არ გაამახვილა, თუმცა აღიარა, რომ დიპლომატთან ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკითხები განიხილა. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ეს არის ზურა ჯაფარიძის დაკავება და ზოგადად ის პოლიტიკური რეპრესიები, რასაც ვხედავთ ქვეყანაში. სახელმწიფო გუნდისთვის მიუღებელია საელჩოების მხრიდან რადიკალიზმის წახალისება, ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს 9 აპრილს განვითარებული პროცესები და დიპლომატიური წარმომადგენლობების დუმილიც გაიხსენა. მე მართლაც ვაკვირდები, რამდენად ექნებათ დიპლომატებს სამუშაო შეხვედრები, განსაკუთრებით ახლა, მას შემდეგ რაც ოპოზიციამ და NGO-მა დაანონსეს ძალადობა 26 მაისს. ჩვენ ვნახეთ, პირდაპირ მსხვერპლზე საუბრობს ოპოზიცია. ჩვენ ვნახეთ, რომ 9 აპრილს მოძალადე ჯგუფებმა, NGO-ების და პარტიების მოძალადე ჯგუფებმა, როგორ სადეს რადიკალიზაციამ, იძალადეს, მათ შორის 9 აპრილის მონაწილეებზე, არ უშვებდნენ მათ მემორიალთან, ამას ყველაფერს უყურებდნენ ამ NGO-ების დამფინანსებელი ელჩები და ხმა არ ამოუღიათ. თუ კი რომელიმე NGO გაერევა კიდევ ერთხელ ძალადობაში, პირდაპირ ეს იქნება ბრალი იმ დონორისა, რომელიც აქამდე ხმას არ იღებს. ასე რომ, უნდა ითქვას ცალსახად, ან დონორები, საელჩოები ემიჯნებიან ძალადობას, ტერორს, სიძულვილს, ან ეს ყველაფერი იქნება მათ ანგარიშზე. ოპოზიციის მთავარი დასაყრდენი უცხოელ პატრონებთან ერთად საელჩოებიც გახდნენ. მთავარი კითხვები სწორედ რადიკალიზაციის წამხალისებლებთან არის.